არქიმდა საერთაშორისო დეველოპერულმა ბრენდმა Next-მა ვარშავაში ერთობლივი გაყიდვების ოფისი ოფიციალურად გახსნეს. ახალი სივრცე ვარშავის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ბიზნეს უბანში, The Warsaw Hub-ში განთავსდა. აღნიშნული ცენტრი, სადაც გლობალური კომპანიების, მათ შორის Google-ის რეგიონული ოფისებია განლაგებული, პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნეს ჰაბია, რაც კომპანიების საერთაშორისო გაფართოებისთვის სტრატეგიული ლოკაცია. ვარშავის ახალი ოფისი რეგიონულ ჰაბად იმუშავებს იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც საქართველოში პრემიუმ კლასის საცხოვრებელი და სასტუმრო პროექტებით არიან დაინტერესებული. ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმის კოორდინატორის შეფასებით IT სექტორის საგარეო შემოსავლების დიდი წილი იმ საერთაშორისო კომპანიებზე მოდის, რომლებიც საქართველოში არსებული შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმით სარგებლობენ. როგორც დავით კიზირია BMG-ის სექტორში დაფიქსირებული მაღალი ზრდის ტემპის შეფასებისას განუცხადა, სავარაუდოა, რომ დარგში მიგრაციული ბუმი ამოიწურა და ახლა სექტორის შემოსავლების დიდი წილი საერთაშორისო კომპანიებზე მოდის. დავით კიზირია აღნიშნავს, რომ მათ შორის რეგიონის მასშტაბით ერთი ქვეყანა სულ უფრო ხელსაყრელ პირობებს თავაზობს IT სექტორში მომუშავე საერთაშორისო კომპანიებს. ამიტომ მისი თქმით ჩდება კითხვა, რამდენად შეიძლება საქართველოს მომავალშიც ამ მიმართულებით კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას. ამიტომ მისი თქმით ჩდება კითხვა, რამდენად შეძლებს საქართველოს მომავალშიც ამ მიმართულებით კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას. ცნობისთვის 2026 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 441.300.000 დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 65%, ანუ 175 მილიონი დოლარით მეტი. ქართული ჩაის სექტორი სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. მიუხედავად პლანტაციების აღდგენისა თუ აგროსექტორში სხვა სახელმწიფო პროგრამებისა, ხოლო ბოლო 10 წელიწადში პლანტაციების ფართობი 54%-ით 2100 ჰექტრამდე შემცირდა. კომპანია Green Gold-ის დამფუძნებელი ნიკა სიორიძე საქმის კურსთან ამბობს, რომ ჩაის მწარმოებელთა მთავარი გამოწვევა ქართული ჩაის ცნობადობაა. სწორედ ამიტომ მთავარი აქცენტი მათ შორის სახელმწიფოს მხრიდან დღეს პროდუქციის პოპულარიზაციასა და საბრუნავის სახსრების ხელმისაწვდომობაზე უნდა იყოს მიმართული. Green Gold-ის დამფუძნებელი გათვლებით, მარკეტინგულ აქტივობებში თანხების 10% მაინც უნდა დაიხარჯოს, რაც წლების განმავლობაში პლანტაციების აღდგენის თუ იაფი აგროკრედიტის ფარგლებშია დახარჯული. რაჭაში არაფერი ხდება, რაც საერთაშორისო ვიზიტორებს მოიზიდავს. ამის შესახებ BMG-სთან რაჭა პროჯექტ მენეჯმენტის მმართველი პარტნიორი სასტუმრო ნოველას ხელმძღვანელი თენგო ჭუმბაშვილი აცხადებს. მისი თქმით, რაჭის ტურისტული სეზონი მეტწილად შიდა ტურიზმსა და კორპორატიულ ჯგუფებზეა დამოკიდებული. უცხოელი ტურისტები კი დამსვენებელთა იერარქიაში მხოლოდ მესამე ადგილს იკავებენ. ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ამის მთავარი მიზეზი რეგიონში სპეციფიკური მიზიდულობის ცენტრების არარსებობაა. მისივე თქმით, ერთადერთი მასშტაბური ღონისძიება, რომელიც რეგიონს აცოცხლებდა, გემოფესტია, თუმცა ერთი ფესტივალი მთელი სეზონის გამოსაცოცხლებლად საკმარისი არ არის. ჭუმბაშვილი იმედოვნებს, რომ საერთაშორისო ბრენდების შესვლა რეგიონში ინტერესს გაზრდის.